მოგესალმებით ჩვენს მასტერკლასზე. დღევანდელი თემა არის ისი, რომლითაც დავიწყებთ ახალ თავს: დეფიციტები და სიჭარბეები. რეალურად, თუ თქვენ იყენებთ სწორი ბრენდის და სწორი ტიპის სასუქს სწორი დოზირებით, თქვენ არ უნდა მიიღოთ რაიმე სახის სიჭარბე ან დეფიციტი. მიუხედავად ამისა, შესაძლოა შეცდომები დავუშვათ, რის შედეგადაც მცენარე საკვების ნაკლებობას ან გადაჭარბებას გამოავლენს. საკვები ნივთიერებები არის სხვადასხვა სახის ელემენტების ნაზავი. ამ ელემენტებმა უნდა შეინარჩუნონ გარკვეული ბალანსი. გარდა ამისა, კვებავი ხსნარი შეიცავს არა მხოლოდ ამ ელემენტებს, არამედ pH რეგულატორებს და მიკროელემენტებსაც. მცენარისთვის წყალში დაბალი ისის მიცემით, რაც გულისხმობს მკვებავი ნივთიერებების დაბალ დოზას, თქვენ ასევე აქლებთ ამ მიკროელემენტებსაც. ვეგეტატიურ ფაზაში მცენარეს ნაკლები საკვები სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ იწყებთ ნაკლები სასუქით. თუმცა ძალიან ცოტას ნუ მისცემთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მჟავიანობა შეიძლება შეიცვალოს, რაც ამ ელემენტების ასათვისებლად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მცენარე ვერ აითვისებს იმას, რასაც თქვენ აძლევთ. ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ სასუქის დოზირება, ისი მაჩვენებლის გაზომვით, რადგან რეალურად ჩვენ წყალში ვზომავთ კვებავი მინერალების კონცენტრაციას. ამას ისის საზომი ხელსაწყო საშუალებით ვაკეთებთ. ზრდის განრიგში წყალში სასუქების კონცენტრაცია აღნიშნულია როგორც ისი პლუსი. გარკვეულ ისის, ასევე ონკანის წყალით შეიცავს. წყლის და სასუქის ელექტროგამტარიანობა ერთად გვაძლევს ჯამურ ისის, რომელიც გვიჩვენებს იმ საკვები ნივთიერებების რაოდენობას, რასაც მცენარეს ვაძლევთ. თუ წყალი უკვე შეიცავს მაღალ ისის, ხშირად გროუერი ხსნარში ნაკლებ სასუქს იყენებს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ნაკლებ pH რეგულატორებს და ნაკლებ მიკროელემენტებს, რაც ქმნის საკვები ელემენტების ნაკლებობას. მცენარეს ოდნავ ფერმკრთალი შეფერილობა ეძლევა. დეფიციტი ხშირად ვლინდება ვეგეტატიურ ფაზაში, მაგრამ მოგვიანებით, როცა ყვავილობაში გადავდივართ, ხშირდება მცენარეში ნივთიერებების სიჭარბის გამოვლენა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ზედმეტი სასუქი გამოიყენეთ, არამედ იმის გამოც, რომ რეალურად ეს საკვები ნივთიერებები მცენარემ არ აითვისა. ასე რომ ნივთიერებები გროვდება და გვაძლევს მაღალ ისის სუბსტრატში. მარილების მაღალი კონცენტრაციის გამო მცენარე ვეღარ ითვისებს წყალს, რაც გამოიწვევს ფოთლების დეფორმაციას და შემდგომ მათ დაწვას. ჩვენ ამას საკვები ნივთიერებების ზედოზირებას ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, საკვები ნივთიერებების ასეთი დაგროვება შეიძლება ნატრიუმით იყოს გამოწვეული. ნატრიუმი არ არის საკვები ნივთიერება და მას ონკანის წყალი შეიცავს. ეს ელემენტი მარილებისგან შედგება და ხშირად იწვევს იმ სიჭარბეებს, რომლებიც შესაძლოა მცენარეს აწუხებდეს. არ დაუშვათ შეცდომები დოზირებისას. ისი პლუსი იმ დიაპაზონს შორის შეინარჩუნეთ, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ზრდის გრაფიკზე და დარწმუნდით, რომ სრული ისიც არის ამ დიაპაზონში. ამგვარად თავს აარიდებთ ნებისმიერი სახის დეფიციტს ან სიჭარბეს. იმედი მაქვს, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში დეფიციტებისა და სიჭარბეების შესახებ.